So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. მისი მოწინააღმდეგე მოკრივე ხუბიდან წითელ კუთხეში ველოდი მიქელაია Staying hungry, they stack the odds. Still we take to the street for the kill with the skill to survive. ერთმანეთის წინააღმდეგ It's the eye of the tiger. ლუკა კუხალაშვილი, დებიუტანტი მოკრივე და ველოდი მიქელაია. ხობიდან რომლის მეორე ორთაბრძოლას ხედავთ ჩვენ პროფესიონალურ კრივის რინგზე, ფაქტიურად ორივე მათგანი ახალბედა მოკრივეა. ჩვენ ერთი ბრძოლა მიქელაიასი უკვე ვნახეთ. წინა შოუზე აი ახლა კი დებიუტანტი ლუკა კუხალაშვილის წინააღმდეგ გამოცდის ძალებს ველოდი მიქელაია. უსურვოთ წარმატებები ორივე მოკრივეს და ვნახოთ რა შემოგთავაზებენ დღეს. რეფერი რინგზე გახლავთ გელას ხირტლაძე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი და კომპეტენტური ქართველი მსაჯი. რაც შეეხება გვერდით ამ მსაჯებს ჩვენ ვხედავთ თამაზ ყარაგვეზაშვილს, მერაბ მაისურაძეს და ვაჟა ცაციაშვილს. სწორედ ისინი შეაფასებენ დღევანდელ ორთაბრძოლას. კარგი ბრძოლა გაჩაღდა პირველივე წუთებიდან. ძლიერი დარტყმები გაცვალეს მოკრივეებმა. უნდა ითქვას, რომ მიქელაია უფრო მაღალია ვიდრე კუხალაშვილი. შესაბამისად, ეს მომენტი ფიზიკური განსხვავების განსაზღვრავს ბრძოლის სტილსაც. კუხალაშვილი უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად ახლო იყოს. მიქელაიას აძლევს თავის სიმაღლის საშუალებას, რომ დისტანციიდან მოქმედოს, თუმცა ვნახოთ ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებენ და როგორ წარმართავენ მოკრივეები. კარგი გაცვლა იყო კიდევ დარტყმების. ლუკა კუხალაშვილის მწვრთნელი გახლავთ დათაწულაია და საინტერესოა ახალი სახეების გამოჩენა ყოველთვის პროფესიონალური კრივის რინგზე.
საინტერესო რაუნდი იყო, დასრულდა პირველი რაუნდი და რა შეიძლება ითქვას, პირველ ბრძოლაში ველოდი მიქელაია ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა მაშინაც თავი იჩინა დაღლილობა. ახლა მიქელაია გაცილებით უფრო კარგად ჩანს ამ კუთხით მომზადებული და ნახოთ ამ შემთხვევაში როგორ გააგრძელებს ორთაბრძოლას. რაც შეეხება კუხალაშვილს, საინტერესო მოკრივე ჩანს, ფიზიკურად ძლიერი და ნახოთ როგორ გააგრძელებს უკვე მეორე რაუნდიდან ასპარეზობას. განახლდა მეორე რაუნდი. აქტიურობს კუხალაშვილი. და კარგი იყო უკვე მიქელაია. ელოდებიან საკუთარ შანსს მოკრივეები. ველოდი მიქელაიას პირველი ბრძოლისგან განსხვავებით გამოუტანია დასკვნები, ანუ პირველი რაუნდში არ მიახარჯა მთელი ენერგია და ნელ-ნელა ცდილობს რომ მოუმატოს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა ნამდვილად, იმიტომ რომ დებიუტანტ მოკრივეებს, როგორც მე უკვე აღნიშნე, ხშირად მოსდით რომ თავიდანვე დაეხარჯავენ ხოლმე ძალას და მე უკვე რაუნდები ბოლოს აღარ აქვს ენერგია. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გამოიყურება მიქელაია, საერთოდ არ ეტყობა არც დაღლილობა და ცდილობს რომ ეს თავისი გრძელი ხელები გამოიყენოს, თავისი სიმაღლე გამოიყენოს, დისტანციაზე იმოქმედოს, შორიდან შეუტიოს. რაც შეეხება კუხალაშვილს, მას მართებს ახლო ბრძოლაში შესვლა, გადახრებით შესვლა ახლო მიქელაიასთან. თორე დისტანციაზე მიქელაიას გრძელ ხელებს ის ასე ადვილად ვერ გაუკლავდით. ამ შემთხვევაში კარგი გაცვლები იყო. საინტერესო რაუნდი იყო, გამოიკვეთა სტილი ბრძოლის, რაც ლოგიკურია, კარგად გამოიყურება ორივე მოკრივე. დაველოდოთ მესამე რაუნდს, რომელიც როგორც წესი ხშირად გადამწყვეტია ხოლმე. კარგად გრძნობენ თავს მოკრივეები, ორივე მათგანი დაღლილობა არ ემჩნევათ. და წესით მესამე რაუნდი კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს.
კარგად უპასუხა მიქელაიას დარტყმას კუხალაშვილმაც. როდესაც მიქელაია შედის ახლო ბრძოლაში, ძალიან სახიფათოდ პასუხობს კუხალაშვილი. თუმცა კომბინაციის დაწყებას როგორც წესი თვითონ არ ირჩევს. ყოველთვის არის პასუხი ხოლმე მისი. თუმცა ამჯერად უკვე თვითონ ცდილობს იერიშზე გადასვლას. საინტერესო კიდევ ერთი რაუნდი. ფიქრობ კუხალაშვილს მეტი აქტიურობა მართებს, ახლო ბრძოლაში მეტი შესვლა მართებს. რაც შეეხება ველოდი მიქელაიას, აი მე სპეციალურად ვაკვირდები, თუ იმეს გაქვთ ნანახი მისი პირველი ბრძოლა, როგორ დაიღალა ის უკვე მესამე რაუნდის შემდეგ, ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი. როგორც ჩანს, გამოიტანა დასკვნები, აი ეს არის გამოცდილება. გამოიტანა დასკვნები მიქელაიამ და სულ სხვაგვარად ასპარეზობს ამ შემთხვევაში. ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიონალურ კრივში. სწორი გადანაწილება ძალების. და ეს მოაქვს გამოცდილებას. მართლაც გადამწყვეტ ფაზაშია ბრძოლა. თუ რამე შეუძლიათ, უნდა ჩადონ მოკრივეებმა ყველაფერი. კიდევ ერთხელ ფიქრობ, რომ თუ კი კუხალაშვილს წარმატების მიღწევა უნდა ახლო ბრძოლაში მეტად უნდა შევიდეს, თვითონ უნდა იაქტიუროს, თვითონ უნდა შევიდეს ახლოს. დისტანციიდან გაცილებით რთულია მიქელაიასთან ბრძოლა. გადახრებით სულ ახლო ბრძოლაში უნდა იყოს შესული. და ყოჩაღ მიქელაიას მისი პროგრესი აშკარაა. აბსოლუტურად ძალიან კარგად გრძნობს თავს, კარგად მოძრაობს, საერთოდ არ ეტყობა დაღლილობა, კარგად იცავს თავსაც ამ ბოლო რაუნდში. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე საბოლოოდ როგორ ფორმაში შეხვდებიან ბოლო რაუნდს და როგორ დაასრულებენ ბოლო რაუნდს. შთაბეჭდილება ხშირად მაყურებელსაც და მსაჯებსაც რჩებათ აქედან. ამიტომ მაქსიმალური აქტიურობა მართებს ორივე მათგანს. რადგან გადაწყვეტილი ნამდვილად არაფერი არ არის ამ ბრძოლაში.
watching us all with the eye of the tiger. დასრულდა ეს მეტად საინტერესო ბრძოლა და ნახოთ როგორ იქნება უკვე საჭთა გადაწყვეტილება. They stack the odds till we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. ახლა კი ვნახოთ ვერდიქტი აი ამ ბრძოლაში ვინ იქნება გამარჯვებული რა გადაწყვეტეს მსაჯებმა როგორ შეაფასეს სორთა ბრძოლა მანამდე კი მადლობა ორივე მოკრივეს საინტერესო მებრძოლები არიან ნამდვილად აჩვენეს რა შეუძლიათ რომ პროგრესი განიცადონ ნამდვილად მოუმატონ ახალგაზრდები არიან და ყველაფერი მათ ხელშია. კრივში არ არსებობს მაქსიმუმი. ნებისმიერ დონეზე შესაძლებელია სულ უფრო და უფრო მეტი პროგრესი. ახლა კი გადაწყვეტილება. 4 რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას და მათ მიერ მიღებულ ქულებს. 37-39, 37-39, 37-39. მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრძოლაში გამარჯვებულია ველოდი მიქელაია! საჭთა გადაწყვეტილებით ამ ბრძოლის მოგება ულოცავთ ველოდის მართლაც დამსახურებულ გამარჯვებას რაც შეეხება ლუკა კუხალაშვილის ველოდებით საომავლო შოუებზე უფრო მეტი გამოცდილებით. წარმოგიდგენთ 4 რაუნდი ანგრევს 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოკრივე